ყველა მშვიდობის, დღემშვიდობის, ყველა მშვიდობის ვინც რა პერიოდში მიყურებს. ხო, ისე რომელი საათი კი არ ვიცი და 2 საათია 15. ეხლა მოველი დაბლიდან დაახლოებით 11-ის ნახევრის შორი. რა დამემუხტა. იდეალურად მქონდა შორე შეკრუბერად ამეწეცა. ხო და აეხლა კამერაში მგო გავაკეთე. დიახაც. საერცხი შემოვიდა. არა ამშრალი. თუ გამოიცნობ რატო შემოვიდა. არა ამშრალი საერცხი რატო შემოვიდა თუ გამოიცნობ ძალიან მაგრები იქნებით. სადმე გაუდოთ ეს ფიზიოლოგიური. ამას სხვათა შორის არ ვიცი რა ფირმა რა არის. აი ეს ვირუსზე რო ჩემი მქონდა დამსკდარი. კბილზე წავიში. მეგობრებთან ხალხი რო გელაპარაკება და პომადა რო კბილებზე უსვეთ ხოლმე სურვილი მაქვს უთხრა რომ გაიცალებით კი მაგრამ ვერ ვეუბნები. რატო შემოვიტანე და დილას დაფენილი სარეცხია. სავარაუდოდ შეიძლება მშრალიც იყოს, მაგრამ ბოლომდე არა. რატო? იმიტომ რომ ჩემო მის ბოჭუნი ყოფილა. ჩემო მეზობელმა ეს საუთოებელი ის არის, წყალი. ისევ დაახრჩოლა და გააბედნიერი იმ ცეცხლთან. ეხა საღამომდე ეგ ბედნიერი იდგება. აი ეს მავიწიო რა თქვენთან დიდი ხათრი მაქვს. მაგრამ რომ ანუ აქ წინა მხარე რომ მოკლე მაქვს. სხვანაირად რო ვიკეთებ ხოლმე მეწევა. ამიტომ აი ესე ავიკანჭურებ ახლა ზემოთ და უნდაც რა. ეხლა ვნახო რომელი არის. არ არის კარგი მშრალი რომ გამათბობელთან დავდო თორე ამ სინესტეს ამ ტერიტორიაზე ნესტიან სარეცხვის ქონა არ შეიძლება, იმიტომ რომ ისედაც ნესტიანია აშო. კაია ზამთრის სარეცხვის ის მიყვარს, იმიტომ რომ ისა უმრავლესობას დაუთობა არ ჭირდება. იონეს უთხარი წეღან დაბლავიყავი და დაბლავიყავი და იონე მეთქი შენს იმას გადააძრე მეთქი და საწოლს მეთქი და ჩამომიტანე გასარეცხად და ჩამომიტანა ნალს ვერ მოელია, ლეიბს ვერ მოერია ალბათ ბალიში ისიც ჩავიტა და ბალიში და საბადი ჩამომიტა. ძვირფასად გაიგო რაც ვუთხარი. ყველა ვიდეოში იქნება დაგასწარით. ამიტომ არ გაგიკვირდეთ. გუშინა ერთიდან გამოვყარე იმოდენა რაღაცა და გაუყენე გზას გიყვარდეს და მეც ბედნიერი ვიყავ. შევწვი კარტოფილი დილას რომ ბალღებს ეჭამათ და ცოტა ხორცი მეთქი ლაშას უთხარი საქონლის ხორცის ატრიბუტები მომიცალე მეთქი. ანუ სულ გამოღებული გვაქვს მთელი ხორცეულობა, მთელი თევზეულობა, რომ არ ვიცი ზუსტად ორშაბათ, სამშაბათ და უთხშაბათ წესით ჩემი მუშაობის დღეებია 12-13, მაგრამ არ ვიცი რამდენად ვიმუშავებ. ანუ ჯერ უნდა დაურეკო რა თამთას და ვკითხო, ანუ ახალ წლები როა, ან მუშაობა თუ იმდენად არ არის. მე ვარ ეგრეთ წოდებული ნახევარ განაკვეთის მუშარა და შეიძლება იყოს სიტუაცია, რომ მაგალითად არ იყოს იმდენი საქმე და მე არ ვიყო საჭირო. ხო და უნდა დაურეკო რა. ხო და რადგან მე არ ვიცი რამერად ვიმუშავ თუ არ ვიმუშავებ. გამოვიღეთ ეს ხორცეულობა, რომ დღეს არა შეიძლება ბლინჩიკის ცომები გავაკეთო. ნანუშკი შენი ბლინჩიკების ცომის რეცეპტის გამოყენების დრო მოვიდა. ხო და გავაკეთებ მაგას ტოლმას და რაღაცა ესე როგორ ეძახი ნახევარ ფაბრიკატებს თუ რაღაცა. ანუ მაგას გავაკეთებ რა. გავრეცხეთ შევი ხალათი და
მოიცდის სანამ მეორე გახდება გასარეცხი. ხო, და ეს გამოღებული რაღაცები გქონდა. ცოტა საქონლის ხორცს მოვაცალე რამეები და დავდგი სოუსი. ნახევრად მოვხარშე ხორცი და ისე. ისე რომ სოუსით გავაკეთე რა დღეის საჭმელი რომ რაღაცა ჭამონ ბალღებმა. დღეს ლაითად ვალაგებ, იმიტომ რომ გუშინ ხო ნერვოზის ერთ-ერთი ფორმა მქონდა და ვიყევი და სულ შემოველაგა ყველაფერი. ხო და დღეს უბრალოდ ლაითად ვალაგებ. წეგან ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს ყავდა ადრე დიდი ძაღლი რა. ეხა კუდას ყეფაზე გამახსენდა. ხო და შესუძლია რომ ესე რა ვიცი რაზეც ჩამოვარდავ ლაპარაკი არ მახსოვს. მოკლედ ესეთი რაღაცები ჰქონდაო რა, ანუ რასაც კუდას აქვს, აი იგივე რაიად, ყველაფერი ბუნკურნალეო, ყველაფერი წაუსვი, ახლა მე როგორც ვუსვე, რა ვიცი, ჭამისის აქვს. ჭამდა კარგათო, მაგრამ რამდენი ცოტა მერეო აკრძალა ჭამაც და მოკვდო. იმედია კუდას შეეხება მსგავსი რაღაც და გამოძვრება ამ მდგომარეობიდან, როგორშიც იმყოფება. ანუ ჭამს, მაზს უსმევ, თითქოს მოურჩა, მაგრამ არ ვიცი, ნახოთ. დაბრმავდაო და ზუსტად ანალოგიური ისინი აქვს მოკლედ კუდას, იმიტომ რომ ხედულობა არ დაბრმავებულა, მაგრამ ხედულობა აქვს მაგრად დაკლებული. მაგას თუ რამე მოვიდა, მე ძაღლს არ მოვიყვან. მეყოლებიან კატები. იმიტომ რომ რაც მე კუდა მყავს მოყვანილი, რა ვიცი. წელიწადში 100 ჯერ მკურნალობ, მარტო იმისთანა ჭიანია, აბუეტი. ზოგადად რომ ცოდნოდა რომ აქ ხელა ძაღლი იქნებოდა, არ მოვიყვანდი მაგას. იმიტომ რომ თავშესაფრიდან რომ წამოვიყვანეთ, იქ გვითხრეს ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან წამოვიყვანეთ და იქ გვითხრეს რომ დიდი არიზდებაო და ანუ არ მინდოდა რა ძაღლი რომელიც ეზოში იქნებოდა დაბმული. დაბმული ძაღლი არ მიყვარს. ხო და აღმოჩნდა მასეთი ძაღლი. დიდი, უგუნური, იმიტომ რომ არ იცის დიდი პატარა და ყველა შეუძლია დაუტიოს და ვერ გააგებირო. ასე რომ იწევს დაბმა. შრალი ყოფილა პრინციპში არ აქნებოდი მოვასწარი საკრეფვა. ეს ბარბარესია. მოვასწარი სარეცხი საკრეფვა. ესე იგი, წუხელგვი სანამე დავიბანდი, ნინოც ვაბანავე და ნინოს ბანაობისას გამისკდა დუში. ანუ თვითონ რა, წეგან დილას-ლაშა კიდე დაუკლო იმას წყლის წნევას, ანუ დაკეტა გარედან. ეს გაუთავება უნდა, ამას ესე ვერ დავდებ. ხო და აბანოში, კუხნაში, საცხის მანქანასთან, აი დუში, ყველაფერი შევცვალეთ. ყველაფერი ვითომ გაზაფხულამდე, მაგრამ შანსი ყველაფერთან ასხავდა ყველაფერზე და ავდექით და დილა ადრიან რაღაცეები შეიცვალა. ხო და ყველგან მედო პატარა ჩაის ტილოები და პატარა ესენი პირსაწმინდები. ახლა ფჩხილები გამიზარდა, საუკუნეა ფჩხილი არ გამზრდია და ეხლა თუ სამსახურში გავალ, ეტირება ყოფა. იმიტომ რომ ეგრე მოსდის ხოლმე. ამასობაში ეს შევდოთ 2 წამით ხალხნება, ამას შევდებ ფლაშას გარტინებში. აი ყველაფერი რომ დარეცხილია. ეგ არის ცუდი, არ ეტევა გარდირობებში და ასე. მაგრამ ისა, ესეც შევაბრძანო. მაგრამ იმდენი ხანია რომ საერცხის
ანუ საეცხვით კალათები და საეცხვი ვერ დავაცოტავე, რომ მარათონი ვითა მქონდა ის დღეები, რომ საეცხვი და მე რეცხა მარტო შედეგს ხედეთ, რომ რამდენი საუთებელი მაქვს. ხო და მაგ მარათონს რაც შეეხება, გავედი ბოლოში, ეხლა ერთი შესაყრელიც მაქვს, ერთი პირი, ხო და კალათები მორჩება. სავარაუდოდ საღამომდე, იმიტომ რომ კურდღლების ადგილს სალაგებენ ლაშა და იოანე. და ჩვენიც და ბავშვების კალათაც კიდე გაივსებ. საღამომდე რამეს ვიპოვი, რადგან დღეს ისეც არაფერს აღარ ვაკეთებ. რამე ფილმს ვიპოვი და დავაუთოებ ფილმთან ერთად. და ესა მე თუ არ დავალაგე ხოლმე მე ხომ მეზარება დაუთოებულები შილაგება. ამიტომ დავაუთოებ და თან შევალაგებ. ეს რა. ბარბარემ გააკეთა. ოღონდ ცხვირი არა აქ. რატო არა? ამას ცხვირი არა აქ. ცხვირი როგორც აი ეს ფეხები აქვს, ისე ცხვირი უნდა გქონდეს მიდგმული. ეგ ფეხები ძროვა მე რა ვიღა. არა უშავ გაშრება და მიაწევ ემუსით. აი ესენ ჩაუნიტანა გასარეცხად. ბატმა. დავცირე. იონი, საწოლს გადააძრე და ჩამომიტანე. მე და გადააძრო და სულ ჩამომიტანე. დედა ილოც. ხა რა ვალაგებ ამას? არა, პრინციპში ისა. სხვები უნდა გადავაფარო. ქონდა გადაფარებული მთლიანად რო ჯდება ჩიხოლი, ხო იცით? ის როა რა ქვია? ღილებით რო კეთდება, აი ეგ გაქონდა გადაფარებული და ესა მიძურებაო საბადიო მაგეთ. ამიტომ ეხლა უნდა გადავაფარო. იოანესთვის ესენი პირველად ვიხმარე გოგოებზე იქნებ ავდნენ რა ქვია. გლანდების ოპერაცია რო გავუკეთე ბარბარის. ამის ჩიხოლი სადმა აქვს? ამის ჩიხოლი ბანდიმესა გადაკრული ნელად. აი აქ მეორე ჩიხოლს ავიღებ. რავში. ჭრელა ჩიხოლები. გადავუკრათ ეხლა. აი ეს რო იყო საშინელი ჩვევა. ჩემთვის საშინელი ჩვევაც ხო რა, ჩვევა წესი რაღაცა, რომ ახალ წელს უნდა ეცე და აუბორკო ყველაფერი. აი ესე ფარდები, შუშები, რაღაცა და პლუს საჭმელები. აი კანცი რო გაგაწყვეტილი რა, აი ეგ პროცესი და სულ არ გეუბორკება, მაგრამ ახალ წელს არ შეიძლება. აი რაღაცა საშინელი ჩვევაა ეგ. რატო ახლა გეტყვით? რა უცილებელია? ახალ წელს ეცე და ჩამოვუდგნა ესე ყველაფერი. სადღაც დეკემბრის დასაწყისში ფარდა გავრეცხე. სადღაც მე სანამ დავკიდე შუშები გავწმინდე. ყოველდღე რაღაცას რო აკეთებ, ეს ერთიანად ჩამოვუდგნა აღარა სჭირდება. რას ვიშვიდი იმას ნერვებს და რას ვიუბედურებდი ჯანმრთელობას. ოღო და რა, იმ აბლაბუდასაც უნდა ახალ წელს შეხვედრა შინჯი. აშენებსობობა ვეცებით ჩამოვუდგოთ. იყოს გაუში ახალ წელს გაიწილოს და ადები თავი. შეკაი ადამიანები. ეს პარიშ. ჩიხოლი ჩავდოთ. აი მას საძინებელს რო ვიყიდი, კი დამჭირდება 2 საწოლიანი
ანუ პროსტინა ცოტა დიდი რა, 2 საწოლიანი არ იქნება, საწოლნახევრიანია, მაგრამ მაინც არ მაქვს. საბასრად შეხება უყურთ, არც ავიღებ. აი, ნაგე წავალ და ვიყიდი ოღონდაც რა. არა ბიჭო. გუშინ დამიწერეთ, რომ კაი ავისა, გირჩევია მოაგროვო და მეც მაგაზრზე ვარ. ცოტას გადავდებ, თუ გადამედო, ცეკვას გააჩნია და საზღვარს იქით როგორ წყვლე. გადავდებ და სიტყვაზე ნახევარზე მეტი მაინც რო შევიტანო და დანარჩენს გავაკეთებ 3-4 თვიან განმოდებას და იქნებ. ჭკვიანურია. ამხელა თანხის ამდენი ხანი გადახდეს, მაინც რემონტი გვაქვს გასაკეთებელი და გადავდოთ. ყოველ შემთხვევაში რემონტის მერე ყიდვით თუ განვადებით, მაინც ვაკეთებ. მაინც წყალი არ გავუმა. მაინც ვაკეთებ მაგარ იმას, საწოლის ყიდვას. რემონტს ლაშა გააკეთებს, საწოლს ვერ იყიდ. ახალი გათხოვილი ვიყავი და ანუ ძირთადად საბნები ხო სტანდარტებია რა. ანუ სტანდარტი ზომაა და ხო ზუსტად არ ვიცი რა ზომაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა მაინც. ხო და ნუ უნდა გამოვცვალე, ამბეჭი ხოლმე და გაკრავ. გადმოვაბრუნებ და ვერ ჩავტიე ჩიხოიში. გაახარა, მაშინ ლაშის დეიდა არ იყო გათხოვილი. შემოვიდა და საბანი მანახევ როგორ დეფო. სიგრძე სიგანი იყო მინიმალური სხვაობა და ნაკერით ჰქონდა დანიშნული. რომელი იყო, ანუ სიგრძე. სიგანეზე ჩამიდია და ვერაფრით ვერ ავძები. გაგახარა ღმერთს და მეუთხარ სადახარ აქამდე დავიტანჯე. ეხლა უნდა გავაუთოვო გარეთ მაგიდის გადასაფარებელი გავურეცხე, გავაუთოვო და გადავაფარო, რომ თეთრი პრიალა ზედაპირი აქ და არ მინდა რომ გაფუჭდეს. ხო და ხალხო მაგას ვამბობდი რა, ბავშვობაში მახსოვს დედა დაჟე მაღლა ოთახებისაც, ეხლა ჩემი ძმა არის, მაღლა ოთახების ის ხო იცი 2 სართულიანი სახლი და ჯვარი წერია ყველას და დასვენებისთვის რო იყენებდნენ და დასვენებისთვის უფრო სწორად ადამიანის. აი იმ ოთახებსაც კი ჩამოვდღნიდით ხოლმე. რა ძალადი გადაში კაი ადამიანში. მერი აბა დააუთოვე გაკიდე. ეხლა ძალიან ჭკვიანურია, ძალიან ბევრი. მეც რამდენჯერმე მიქნია ერთი ფარდა მქონდა, რომელსაც დაუთოვება ესე რა და სულს ჩამოვკიდებდი ხოლმე და ეგრევე შრებოდა ძვირფასად. ესე ვის უყვარს ახალ გაკრახმალებულ საწოლში ჩაძინება და დაძინება. აი რომ დაიბანდი და ბავშვობაში დაგვაძინებდნენ. ეხლა დედამებს გვაბანავა და შუადღე და უნდა დააგვეძინა ისა თეთრეული ჰქონდა მაშინ და კრახმალის მაგალითად ფქვილს ხმარობდნენ ხოლმე რა, აბოდა დედა და აუტიროდი რომ არ მეძინება მეთქი და ჩემი მეზობელი იყო დალი კორონაზე დაიღუპა, წყალი ძალიან მიყვარდა დალი ბიცოლა. ხო და ეგ იყო შეესწრო მაგ ამბავს რა, რომ ისა ტიროდი რომ მეთქი დაძინება არ მინდა. ხო მანანაო ფილო ნეტა ეხლა მემაძინებდნენო დაიძინე თორე ვერ გავადრო შევსავით და მოგენატრებაო შუადღის ძილი. ეხლა ჩემთვის ვფიქრობ რა, ნეტა მეთქი ამ ქალს რა, როგორ უნდა მომენატრო შუადღის ძილი. ხო და შუადღეზე რამდენჯერაც
სურვილი მქონია რომ დამეძინა დალების რომ ახსენდება ხოლმე. ეს იყო რა ვიცი მე ვიყავი ალბათ 5-6 წლის არც. ასე რომ ესეც ესე იონეს საწოლი მზად არის გოგოებისა გუშინ და გუშინ წინ გავა როგორ არის გავამზიულა ესეც ესე იქით საწოლსაც იმას ვისა გამოვკრავ ხელს რომ გიტარას რო უკრავს ხოლმე მე აქეთ საწოლზეც წევდი ისა ზის ხოლმე ან გიტარას დადებს ხოლმე და ასე თუ ისე ეს საწოლი ცირევა ეხა ბიძინა რომ მოვიდა ახაწვება ხოლმე იონესთან ნანიც რო არის ხოლმე იონესთან აწევდა ეს არის იონესის ოთახი სასტუმროს პოდში ეხა ტორსასრუტი გჭირდება ჯერ უნდა ის დავიცალო ტორსასრუტის ჭიქა ფილტრი დავასუფთავ რომ კარგად აიღოს მეზარება ხოლმე ეგ მომენტი იმიტომ რომ დაზიანებული მაქვს ტორსასრუტის ჩამკეტი ანუ ჭიქა რო იმას მატორს უდგება და სკოტს ვახო ხოლმე ის დიდ სკოტს ხოდა იქ მაგის მოხსნა და ის მეზარება ხოლმე თორე ტორსასრუტი მიყვარს ზალბატონების გარეშე იღებ ყველაფერს ესე ზოლში გავაკეთოთ იდეალურ ჩვენიერ ამ დღეებში ამ გადასაფარებებსაც გავასუფთავებ ეს წავედით ახლა მომავალ ვიდეომდე დაგებშვით კარგად